პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანთან ისტორიული შეთანხმება შეიძლება დღეს გაფორმდეს, რაც ჰორმუზის სრუტეს გახსნის და ირანის რევოლუციური გვარდიის ბირთვულ ამბიციებს დაასრულებს. მაგრამ რადგან თეირანი უკვე აკენებს ეჭვქვეშ ამ განცხადებას, მოხდება თუ არა შეთანხმება სინამდვილეში და თუ მოხდება, რა არის რეალურად ამაში. ჩვენ ვაანალიზებთ ყველაფერს, რაც ვიცით. და რა რჩება საიდუმლოდ დღევანდელ ჯერუსალემ მინიტში. მოგესალმებით ჯერუსალემ მინიტში JNS TV-ზე. ალექს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ში და ირანი მზად არიან ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერა დაგეგმილია კვირას. ირანელები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ დღეს ეს არც მოხდება. როცა ამ გადაცემას უყურებთ, უკვე გეცოდინებათ, მოხდა თუ არა ეს. პრეზიდენტი ტრამპ Truth Social-ზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მომავალშიც მოუთმელოდება ირანთან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთ აღმოსავლეთთან თანამშრომლობას. იმედია ეს პროცესი სწრაფად, მარტივად და შეუფერხებლად წარიმართება. თუ ასე არ მოხდა, პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა ომში დაბრუნებითაც კი იმუქრებოდეს, მაგრამ შეიძლება ახლა ამ ეტაპს უკვე გადავწდით. ისრაელის establishment-ი მიიჩნევს, რომ ტრამპი შეთანხმების ხელმოწერისკენ მიდის. ისინი სრულად ელიან, რომ ეს აუცილებლად მოხდება. იქნება ეს კვირას თუ ორშაბათს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. აქ ნამდვილად არის შოუს ელემენტები და თამაშის სტრატეგიები ყველა მხრიდან. თითოეული მხარე ცდილობს აჩვენოს, რომ ისინი არიან გამარჯვებულები, რაც არ უნდა მოეწეროს ხელი აქ. მაგრამ ისრაელი აცნობიერებს, რომ ტრამპმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ოფიციალურად აპირებს ხელმოწერას. ეს ხდება მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში ბევრი მოლაპარაკება და წინ და უკან სვლა იყო. ჩვენ ნახეთ CNN-ის ერთგვარი ანგარიში, სადაც თქვეს, რომ ტრამპმა დაახლოებით 37 ჯერ თქვა, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყავით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. და შემდეგ სულ ცოტა გასულ კვირასაც კი ვნახეთ, რომ თითქოს ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენ ვნახეთ აპაჩის ვერთმფრენის ჩამოგდება, ვნახეთ საპასუხო ქმედებები და შემდეგ სერიოზული მუქარები ხარგის კუნძულის დაკავებაზე და სამხედრო მოქმედებებზე დაბრუნებაზე. მე ვფიქრობ, რომ ისრაელში ბევრ ადამიანს ეგონა, რომ იმ მცირე ეპიზოდის შემდეგ, როცა ირანმა ისრაელს 24 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, და ისრაელმა უპასუხა, რომ ტრამპს მოთმინება ეწურებოდა და ჩვენ ბრუნდებოდით სამხედრო კონფლიქტში, პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. რაც ეხლა ხედავთ არის ის, რომ სინამდვილეში ამ დაძაბულობამ ალბათ ისეთი პირობების შექმნა, რომელმაც ირანელები აიძულა ეცნობიერებინათ, რომ პროცესის გაჭიანურება მაქსიმალურად გაახანგრძლიwes. და თუ მათ სურდათ შეერთებული შტატების საჰაერო კამპანიაში დაბრუნების თავიდან აცილება, ახლა უნდა მოეწერათ ხელი. და მართლაც ასე ჩანს, რომ ეს ხდება. დიახ, ამ კვირაში 2 დღე იყო, როცა ტრამპმა და ამერიკელებმა ირანს დაარტყეს. შემდეგ იყო მესამე დღე და ტრამპმა თქვა, რომ კიდევ უფრო ძლიერად დაარტყამს. მგონი ეს იყო 4 შაბათი ან 5 შაბათი სინამდვილეში. და მერე მოულოდნელად ბოლო წუთს ყველაფერი გააუქმეს. მართალია. მაგრამ ეხლა კითხვა ისაა, რაზე ვსაუბრობთ, რას აწერენ ხელს, ხომ ასეა? გესმით, რომ ხელმოწერაზეა საუბარი, თითქოს ომის დასრულებაა. ტრამპი ამბობს, ომი დავასრულეთო. მაგრამ სინამდვილეში, რასაც ხელს აწერენ, არის 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვს. მაგრამ ყველა სხვა საკითხი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, რა ბედი ეწევა გამდიდრებულ ურანს ირანში, ხო გესმით? რა ხდება ირანის მიერ ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებასთან რეგიონში? რა ხდება ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით? ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ეტაპზე განიხილება, თუ საერთოდ განიხილება. მაგალითად, დიდი კითხვები დაჯგუფებების დაფინანსებასა და ბალისტიკურ რაკეტებზე თუ საერთოდ განიხილება. ვიცით, რომ დონალდ ტრამპი გამდიდრებულ ურანზე საუბრობს. ამიტომ ვარაუდობ, რომ ეს იქნება განხილვის თემა, რაც არ უნდა იყოს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. მაგრამ თუ ნახავთ, როგორ გააჭიანურეს ირანელებმა ეს პროცესი, რომ მოლაპარაკებების პირველ ეტაპამდე მისულიყვნენ, სანამ მეორე ეტაპზე ხელმოწერილი შეთანხმება არ გექნებათ, რეალურად შეთანხმება არ არსებობს. თქვენ უბრალოდ გაქვთ ჰორმუზის სრუტის გახსნა ამერიკის მხრიდან ვალდებულებით, რომ აღარ დაბრუნდება ირანთან ბრძოლაში. მინდა ცოტა ხანში მემორანდუმის დეტალებს დაუბრუნდე, მაგრამ მოდით ისრაელის მხარეს მივაქციოთ ყურადღება. კითხვა ასეთია: შეთანხმებულები არიან პრეზიდენტი ტრამპი და პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ირანის საკითხში? ქონდათ აქსიოსის ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნეთანიაჰუ შეთანხმების შესახებ არ იყო ინფორმირებული. ორივე ლიდერი, როგორც პრეზიდენტი ტრამპი, ასევე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, ამტკიცებენ, რომ ირანს არ უნდა კონდეს, ვერ უნდა აწარმოოს ან მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მაგრამ ამის მიუხედავად, კიდევ ბევრი სხვა გადაუჭრელი საკითხია. კარგი, ვიტყოდი, რომ ამაში არასწორია ის ნაწილი, თითქოს ისრაელი უცოდინარობაში ტოვებენ.
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად ყოველდღე საუბრობენ და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ადმინისტრაციების უმაღლესი დონეები მუდმივად კონტაქტში არიან. ასე რომ არაფერი ხდება ისე, რომ მეორე მხარემ ეს არ იცოდეს. კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რასაც ამბობთ. ხო, აქსიოსი. რა თქმა უნდა, მაგრამ ის ნაწილი, რასაც ბარაგრავიდი და აქსიოსი აქ ავრცელებენ და რაც სწორია, არის ის, რომ ამ შეთანხმება არ არსებობს, ხო ასე? პრეზიდენტი ტრამპი ამ შეთანხმებას ძირითადად შიდა მიზეზების გამო უნდა, ჩემი აზრით, რომ ნავთობის ფასი დაიწიოს. მივუახლოვდეთ 4 ივლისის შაბათ-კვირას, ტრამპის 80 წლის იუბილეს წვეულებას. სოფლიო ჩემპიონატი შუალედურ არჩევნებზე შეთანხმებით წასვლა და ომის გაჭიანურების თავიდან აცილება. ის უნდა თქვას, მე გითხარით, ეს კამპანია, ეს არ არის უსასრულო ომი. ეს არ არის ერთ-ერთი იმ სოვეიდის სამუდამო ომებიდან. მაგრამ ისრაელისა და ნეთანიაჰუსთვის ისინი ამ შეთანხმებით კმაყოფილები არ არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სანამ მიწის ქვეშ გამდიდრებული ურანიუმი არსებობს, ირანი კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული ბირთვული იარაღის შექმნამდე. და ისრაელში არსებობს რწმენა, რომ თუ სურვილი არსებობს, გზა ყოველთვის მოიძებნება. ზუსტად ისე, როგორც ირანმა ამ ეტაპამდე განავითარა თავისი ბირთვული იარაღის პროგრამა. საიდუმლო ობიექტების გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს უკვე არსებული საიდუმლო ობიექტები, ან ირანი შექმნის სხვა საიდუმლო ობიექტებს იმისთვის, რომ გაამდიდროს ურანი. ამიტომ არსებობს რწმენა, რომ ეგზისტენციალური საფრთხე კვლავ რჩება. არა მხოლოდ ეს, იცით, რადგან თქვენ პირდაპირ ჩაერთეთ ირანთან სრულმასშტაბიან კონფლიქტში და ეს მხოლოდ ისრაელი არ იყო, ეს ასევე შეერთებული შტატებიცა. ფაქტობრივად თქვენ ირანელები კიდევ უფრო დაახლოვეთ მათ სურვილთან სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღს, რადგან ეს არის მათი საბოლოო შემაკავებელი, ხომ ასეა? ეს არის საბოლოო იარაღი. ასე რომ ისრაელში გზნობაა, რომ ამ 6 კვირის განმავლობაში მათ ბევრი რამ გააკეთეს. მაგრამ სანამ ეს რეჟიმი არსებობს, სანამ გამდიდრებული ურანი იქა, ისინი არ სჯერათ, რომ ირანელებს, როგორც ტრამპი ამბობს, აღარ სურთ ბირთვული იარაღი. ანუ თქვენ ისევ სერიოზულ საფრთხეში ხართ. და რომ ზავი თუ რამეს ნიშნავს, უბრალოდ ზღუდავს იმ ბერკეტებს, რაც შეერთებულ შტატებს აქვს და ასევე ზღუდავს ისრაელის შესაძლებლობას იმოქმედოს ირანში, თუ იგრძნობს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება. ალექს, როგორც თქვი, ეს არ არის საბოლოო ბირთვული შეთანხმება. ეს არის საწყისი ჩარჩო, რომ დასრულდეს მტრული მოქმედებები. მოდი ურთიერთგაგების მემორანდუმის იმ დეტალებში შევიდეთ, რაც ვიცით. გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აიღებს ვალდებულებას. ანუ ირანი აიღებს ვალდებულებას, რომ ახვეთოს ბირთვული იარაღის განვითარება ან შეძენა. შეთანხმება დაიწყებს მოლაპარაკებების ახალ რაუნდს. ასე რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების დემონტაჟს და ამ საკითხის მოგვარებას. შენ ახსენე გამდიდრებული ურანის მარაგი. აშეშო გავრცელებული ინფორმაციით ცდილობს შეზღუდოს ირანის სარაკეტო პროგრამა და მისი მხარდაჭერა რეგიონული პროქსი ჯგუფებისთვის. ასე იუწყებიან და ჩვენს გვინდა ამაზე საუბარი. ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს. ეს თავდაპირველად, როგორც ჩანს, ხელმოწერისთანავე შეიძლება შემოთავაზებული იყოს სანქციების შემსუბუქება და ირანის გაყინულ სახსრებზეც ვდომა. და ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა თქვა ამ შეთანხმებაში. შეერთებული შტატები უბრალოდ, როგორც ობამას ადმინისტრაციამ გააკეთა, მიაწვდის ირანს ფულის დატვირთულ პლატებს. არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია პრეზიდენტი ტრამპი როგორმე ნებისმიერ ფორმაში ან სახით ირანს ფულს აწვდიდეს. მაგრამ იცით, ირანის სახსრების განთავისუფლებაზე ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევი ხომ არ არის. ასევე მოდით ვისაუბროთ ბალისტიკურ რაკეტებზე და ირანის პროქსებზე, ჰეზბოლასა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებზე. რა თქმა უნდა, ირანი ამ შეთანხმებაში არაფრის გამო არ შედის, ხომ ასეა? ისინი კვირების განმავლობაში აჭიანურებდნენ მოლაპარაკებებს. ასე რომ სვადია ისინი იღებენ იმას, რაც სურთ. პირველი, რაც მათ სურთ, არის ძირითადი გარანტიები შეერთებული შტატებისგან, რომ ისინი არ დაბომბავენ მათ. ეს არის პირველი. მაგრამ რა თქმა უნდა, რასაც ისინი ეძებენ, ეს არის ფული. იცით, ბლოკადა, ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ტრამპმა დააწესა, იცით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ნამდვილად აღჭობდა ირანის რეჟიმს. ისრაელშიც იყო განცდა, რომ კარგი, თუ არ გსურთ სამხედრო კამპანიის განახლება, კარგი, შეინარჩუნეთ ეკონომიკური ბლოკადა. შეინარჩუნეთ სანქციები მაქსიმალურად მკაცრად. და იქნებ მხოლოდ რამდენიმე კვირა გაშორებთ ამ რეჟიმის ჩამოშლამდე. ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ ირანის ეკონომიკა ფაქტობრივად ბოლო ამოსუნთქვაზე იყო და თუ ეკონომიკა სრულად ჩამოიშლებოდა, რომ ეს შეიძლებოდა ნიშნავდეს საპროტესტო მოძრაობის დაბრუნებას და რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობას, რაც უდავოდ ისრაელის მიზანი იყო. რადგან ისრაელში ფიქრობენ, რომ თუ რეალურ რეჟიმის ცვლილებას მიაღწევენ, მაშინ იმ ლიდერებთან მოუწევთ მუშაობა, რომელთაც როცა იტყვიან, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ სურს,
ისრაელი მათ დაუჯერებს. რადგან ეს უკვე სხვა რეჟიმია, რეჟიმი, რომელსაც სურს დაბრუნდეს ერების საზოგადოებაში. მაგრამ აქ ისევ ამავე რეჟიმთან გაქვს საქმე. ასე რომ, როცა მემორანდუმის დეტალებზე საუბრობთ, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, ის არ მიიტანს ნაღდი ფულის ტვირთებს, რადგან თავად ეწინააღმდეგებოდა ბირთვული იარაღის მიღების იდეას. ეს ბარაკ ობამას დროს ხდებოდა, როცა ნაღდი ფულის ტვირთებს აწვდიდნენ, მაგრამ ახლა რასაც ნახავთ, ეს იქნება ზოგიერთი გამკაცრებული სანქციის მოხსნა. უკვე ვიხილეთ ამ კვირაში ცნობები, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც ინახებოდა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, რომელიც სხვა შემთხვევაში ირანში გადაირიცხებოდა, შესაძლოა გაათავისუფლოს ეს თანხები. ასევე შესაძლებელია, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის კატარი, ირანში თანხებ გაგზავნიან. იქნება ეს სესხები, საჩუქრები თუ სხვა რამ. ფული ადვილად გადადის ერთი ადგილიდან მეორეში და სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მოძრაობდეს. ასე რომ, აქ სავარაუდოდ ვიხილავთ, რომ ირანი კვლავ შეძლებს ნავთობის გაკიდვას. ეს ირანისთვის კაპიტალისა და რესურსების მნიშვნელოვანი შემოდინებაა, რითაც ისინი ვერ სარგებლობდნენ ამ ხანგრძლივი ომის პერიოდში, სანამ მოლაპარაკებამდე მივიდოდნენ. მეორე ისაა, რომ სხვა ადგილებიდან მიღებული სახსრებიც ალბათ იქნება. ისინი ირანში შევა, მაგრამ თქვენ საუბრობთ მილიარდობით დოლარის მასიურ შემოდინებაზე რეჟიმში. და ცხადია, კითხვა ასეთია. რას გააკეთებენ ამით? ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, საჭიროა გარკვეული აღდგენა, იმ 6 კვირის კამპანიის განმავლობაში ირანში ბევრი განადგურება მოხდა, მაგრამ თქვენ ასევე ყავთ თქვენი პროქსი ჯგუფები. ყავთ განსაკუთრებით ჰეზბოლა და ჰუთები ერთ მხარეს და ასევე არსებობს პოტენციური ირანის სწრაფვა ბირთვული იარაღისკენ. მინდა რამდენიმე წუთში უფრო დეტალურად ვისაუბრო ჰეზბოლაზე, რადგან ამ წუთებში ვირევთ ცნობებს, რომ ჰეზბოლა აგრძელებს სროლას ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე. ლიბანზეც ვისაუბრებთ. მაგრამ ურანის საკითხთან დაკავშირებით, როგორც აქსიოსი წერს, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დათანხმდა, რომ ირანის ურანის კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტია მარაგის ირანში გაეროს ინსპექტორების ზედამხედველობით განზავება. და წარსულში ვნახეთ, როგორ იყვნენ გაეროს ინსპექტორები, ან სრულიად არაკომპეტენტურები, ან ვერ ახერხებდნენ ირანის ბირთვულ პროგრამასთან გამკლავებას. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ამჯერად რამე განსხვავებული იქნება? იცით, მე ნამდვილად არ ვარ ურანის გამდიდრების ექსპერტი, მაგრამ თუ თქვენ ადრე საუბრობდით მის ამოღებაზე, ქვეყნის გარეთ გატანაზე, იცით, როგორც ტრამპმა არაერთხელ თქვა, მხოლოდ აშშ-ს და ჩინეთს ჰქონდათ ტექნოლოგია, რომ ეს შეძლებოდათ. ეხლა თქვენ საუბრობთ, ანუ ჩვენ არ ვიცით ამ ცნობების სანდოობა, მაგრამ თუ საუბარია მის განზავებაზე, იცით, მე არ ვიცი როგორ ხდება გამდიდრებული ურანის განზავება, კარგი? მაგრამ ვარაუდობ, რომ ეს რაღაცა სახის უკუ პროცესია, შერევის, რაც მის გამდიდრებას იწვევს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ის მაინც იქ რჩება. და ზუსტად ისე, როგორც იწყებ ურანის პარტიით, და მერე ეს რაღაცა ცომის მოზელვას გავს, ხო ასეა. იღებ ქვილს და წყალს, შემდეგ კი ეს ყველაფერი მიქსერში მიდის. და დასაწყისში ძალიან უხეშია. მაგრამ რაც უფრო წინ მიდიხარ, ის ნელ-ნელა უფრო გლუვდება და იძენს იარაღისთვის საჭირო ხარისხს. ეხლა უკვე საუბრობ იმაზე, რომ თითქოს მას განაზავებ, ანუ რაღაცნაირად პროცესს უკუღმა ატრიალებ, მაგრამ ის მაინც არსებობს. რაც ნიშნავს, რომ თუ ირანს მასზე წვდომა ექნება, ამ დაბლა შერევის პროცესის შემდეგ ეხლა უბრალოდ უნდა შეცვალო მიმართულება და ისევ დაიწყო მისი მაღლა შერევა. რაც ნამდვილად გინდა დაინახო არის ის, რომ ირანს საერთოდ არ ჰქონდეს ცდომა ამაზე, რომ მათ ქვეყანაში საერთოდ არ ჰქონდეთ საჭიროება გამდიდრებული ურანისთვის. არც იარაღის ხარაღის ხარისხის მიზნით და არც იმ სოვეიდი მშვიდობიანი მიზნებისთვის. ირანს ბირთვული ენერგია საერთოდ არ სჭირდება. კარგი, ეს არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ნავთობით და ბუნებრივი აირით. მათ საერთოდ არ სჭირდებათ ბირთვული ენერგია. და ეს უბრალოდ ხრიკია, როცა გეუბნებიან, რომ სჭირდებათ, ან რომ ამის უფლება აქვთ. ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა იფიქრონ ერთი წამითაც კი, სანამ მათ აქვთ გამდიდრებული ურანი ნებისმიერი ხარისხის, რომ ისინი არ ფიქრობენ იმაზე, როდის და როგორ მიიყვანონ ეს მომავალში საბრძოლო ხარისხამდე. ალექს, კიდევ ერთი რეაქცია ისრაელიდან ამჯერად თავდაცვის მინისტრ კაცისგან, რომელმაც თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამჟამად ხელმძღვანელობს ირანთან შეთანხმებას ამერიკის ინტერესებზე დაყრდნობით, რომელშიც შედის ისრაელთან საერთო ინტერესი, ირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის აღკვეთა. კაცმა თქვა, ჩვენ ველით, რომ ის დაიცავს ამ პრინციპს, ისევე როგორც დამატებით პრინციპებს რაკეტებისა და ტერორისტული პროქსების შესახებ. ისრაელმა ეს საკითხი არაერთხელ დააყენა, რომ უნდა გაუმკლავდეთ მათ რაკეტებს, ჰეზბოლას, ჰამას, ჰუთებს და ყველა სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც ირანი ამ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს.
კარგი, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც კაცი ამბობს, რომ ამერიკა ხელმძღვანელობს შეთანხმებას ამერიკის ინტერესებზე დარქმნობით, ხო ასეა? ცხადია, რომ ეს არ არის ისრაელის ინტერესი, რომ იყოს ისრაელის ინტერესი, ახლა შეთანხმება არ იქნებოდა. ასე რომ, ვინც ამბობს, რომ ნეთანიაჰუ აკონტროლებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი პასუხისგებელია ამერიკის ინტერესების უზრუნველყოფაზე. და როდესაც ეს ემთხვევა ისრაელის ინტერესებს, ეს ორი მოკავშირე ამტკიცებს, რომ ერთად მუშაობა შეუძლიათ. თქვენ ნახეთ, როგორ კარგად იმუშავეს ერთად 6 კვირის განმავლობაში, როდესაც ირანის ბირთვულ ობიექტებს ბომბავდნენ. ეხლა მე მჯერა, რომ ისრაელი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ერთი მხრივ მთელი ამ დაბომბების შედეგად. ვერ ვიტყვით, რომ 6 კვირიანი კამპანია არაეფექტური იყო. ეს აბსოლუტურად ეფექტური იყო. სინამდვილეში მან დააკრა ყველა ცნობილ ბირთვულ ობიექტს. მან დააზიანა ირანის ბალისტიკური რაკეტების დიდი ნაწილი. არ მხოლოდ მარაგებს, არამედ საწარმოო ობიექტებსაც, სადაც ისინი მეც ამზადებდნენ. ასე რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, უშუალო საფრთხის მხრივ, რა თქმა უნდა, საფრთხე შემცირებულია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვენ ამ შეთანხმებაში შედიხართ და ისიც, რომ მეორე შეთანხმების მოლაპარაკება საჭიროა. ფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ ქმედების დაუყოვნებლობის საფრთხეს. ასე რომ ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ამავე დროს მაინც, რადგან სიტუაცია მგონი სწორი სიტყვა ასე ძლიერად გამწვავდა, ან ესკალაცია მოხდა, რომ იცით, აღარ დარჩა ტაბუები. აღარ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც შეუძლებელია. ასე რომ ვფიქრობ, საქმე აქ ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ ვფიქრობ, ესევე საინტერესოა ის, რაც ქეთმა თქვა ამ ციტატის მეორე ნაწილში. მან თქვა, რომ ისრაელმა უნდა უზრუნველყოს მომავალშიც შევძლოთ დამოუკიდებლად მოქმედება, რათა ირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება არ მივცეთ. და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს შესაბამისი მზადება. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ ამერიკასა და ირანს შორის იდება. კი, სწორია. ისრაელი საერთოდ არ არის ამ შეთანხმების მხარე. ეხლა, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე და შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ იქნება კმაყოფილი თუ ისრაელი ხვალ ირანს დაბომბავს და ისრაელი ხვალ ირანს არ დაბომბავს. თუმცა თუ გარკვეულ მომენტში თქვათ საჯარო გახდება ინფორმაცია, რომ ირანი სადღაც ახალ ბირთვულ ობიექტს ავითარებდა, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი ტრამპი იქნება პრეზიდენტი, თუ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უკვე გასულია, ისრაელი ამ შეთანხმების მხარე არ არის. და ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ისრაელი მზად არის იმოქმედოს საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. და მე ნამდვილად ველოდები, რომ თუ ისრაელი იგრძნობს, რომ ირანი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც გავლენას ახდენს ისრაელის სახელმწიფოს ეგზისტენციალურ უსაფრთხოებაზე, პრემიერ-მინისტრი არ შეეშინდება მოქმედებას. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, იცით, რომ ეს რომ ომის დრო არ იყოს, ალბათ ბევრად უფრო მეც ვისაუბრებდით ისრაელის ქნესეთის არჩევნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრისთვის არის დანიშნული, თუ უფრო ადრე არა. და კითხვა ასეთია, როგორ იმოქმედებს ეს სიტუაცია, ხელმოსაწერი შეთანხმება, მემორანდუმი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვყავდა იაირ ლაპიდი, რა თქმა უნდა, ოპოზიციიდან, რომელმაც პრემიერ-მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა შაბათ-კვირას. არჩევნები კარსაა მომდგარი, ალექს, როგორ იმოქმედებს ეს შეთანხმება პრემიერ-მინისტრზე? კარგი, შემიძლია გითხრათ, როგორ არის ეს ახლა წარმოჩენილი ისრაელის მედიაში. ამას წარმოაჩენენ როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთვის დიდ მარცხს. ისრაელის პრესა ძირითადად ასე წარმოაჩენს, რომ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა დაკარგა. იცით, რასაც ისინი ცდილობენ იქ არის ის, რომ გაანეიტრალონ ან უგულებელყონ ყველა მიღწევა, რადგან თქვენ გქონდათ. რა იყო პოტენციურად ყველაზე დიდი დიპლომატიური მიღწევა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, რომ შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ფორდოუს ბირთვული რეაქტორი გასული წლის ივნისში, იმ 12 დღიანი ომის დროს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები 6 კვირის განმავლობაში გვერდიგვერდ დაფრინავდნენ, ბომბავდნენ ირანში არსებულ ყველა ცნობილ ბირთვულ ობიექტს და ყველა ბალისტიკურ რაკეტას და კიდევ უზენაეს ლიდერსაც კი გაანეიტრალეს. გულისხმობ, ეს მართლაც უზარმაზარი გამარჯვება იყო. და საოცარია, როგორც ცდილობს ახლა ისრაელის პრესა გამარჯვების ფონზე დამარცხება წარმოაჩინოს, როცა ამტკიცებენ, რომ ეს, იცით, ნეთანიაჰუს გავლენის დასასრულია. და მიზეზი, რატომაც ამას აკეთებენ, არის ის, რომ თქვენ, იცით, ადრე ნეთანიაჰუ იტყოდა, რომ ნეთანიაჰუ გჭირდებათ, რადგან ერთადერთი გზა, რომ ტრამპი ისრაელის მხარეს დარჩეს, ნეთანიაჰუა. მაგრამ როცა გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ნახეთ, სადაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ნეთანიაჰუ საერთოდ არც იყაროს კენჭი,
იცით, ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრეზიდენტმა რამდენჯერმე თქვა შესანიშნავი სიტყვები ნეთანიაჰუზე. როგორ იყო ის შესანიშნავი ომის დროის პრემიერ-მინისტრი და როგორ მოუწოდა ისრაელის პრეზიდენტ ჰერცოგს, რომ ნეთანიაჰუს კორუფციის ბრალდებებზე შეწყალება მისცეს. როცა ახლა ხედავთ, რომ ტრამპი ამბობს, კარგი, პირველად ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ და მე კონკრეტულად მესმის, რომ ეს არ არის ისრაელის ინტერესი. და მე პირდაპირ ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს არ უნდოდა რომ გამეკეთებინა. იცით, ის გზავნის სიგნალს და აქ ისრაელის პრესა ამ სიგნალს იჭერს და ამბობს, გამოიცანით რა. იცით, რაც ნეთანიაჰუმ შეძლო, უკვე გააკეთა. მან ყველაფერი მიაღწია, რასაც აპირებდა. და ეხლა შეიძლება ტრამპი მისით იღლებოდეს. ტრამპი ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ეს ნეთანიაჰუს აღარ ტოვებს შეუცვლელ ადამიანად. ძალიან საინტერესო იქნება, როგორ გამოეხმაურება ნეთანიაჰუ ამას. ჩვენ ჯერ ბოლომდე არ გვინახავს ნეთანიაჰუს სრული რეაქცია ამაზე. გულისხმობ იმას, რომ ის ერთი მხრივ ცდილობს აჩვენოს ომის ყველა მიღწევა, რაც ამ 2 წელიწადნახევარში იქნა მიღწეული, რაც მართლაც უზარმაზარია. მეორე მხრივ ჩვენ ჯერ არ გვინახავს ოფიციალური რეაქცია, რომელიც ჩემი აზრით შეძლებს დაამშვიდოს ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა, ვინც ამას დიპლომატიურ მარცხად აღიქვამს. ასე რომ ალექს, მიუხედავად მემორანდუმისა, ბრძოლები ლიბანში მაინც გრძელდება. დღესდილასაც კი, როგორც უკვე ვახსენე, მინიმუმ 3. დრონი, რომელიც ჰეზბოლას ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის მიმართულებით გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ლიბანის სამხრეთში 70-ზე მეტ ტერორისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ასე რომ ომი ჰეზბოლასთან გრძელდება. და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით გამოვიდა და პირდაპირ ინგლისურად მიმართა ლიბანის მოსახლეობას, როგორც ადრე ირანის ხალხს მიმართავდა. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. ისრაელს თქვენთან მშვიდობა უნდა. აიღეთ თქვენი მომავალი თქვენს ხელში. შეუერთდით ისრაელს. შექმნით უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი ყველა შვილისთვის. და როგორც კი ჰეზბოლა დაშლილი იქნება, შესაძლებლობები უსასრულოა და ზეცამდეა. მაშ ალექს, ომი კვლავ გრძელდება ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე. ფიქრობთ, რომ მემორანდუმი რაიმე გავლენას მოახდენს ჩრდილოეთ ისრაელში არსებულ სიტუაციაზე და ჰეზბოლასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი ამას მოისურვებს და ირანელებიც ასევე მოისურვებენ. მოლაპარაკებების ნაწილი ასევე იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ლიბანთან და უფრო კონკრეტულად ჰეზბოლასთან. ვგულისხმობ იმას, რომ ლიბანი ისრაელს არ ესხმის თავს. ჰეზბოლაა, ვინც ისრაელს ესხმის თავს. და პრეზიდენტი ცდილობდა რამდენიმე მოლაპარაკების რაუნდის გამართვას ისრაელსა და ლიბანს შორის ნორმალიზაციის შეთანხმების ან არაგრესიის პაქტის მისაღწევად, როგორც ამას ლიბანის პრეზიდენტი უწოდებს. და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, როგორ მოიქცევა თითოეული მხარე ლიბანის ფრონტზე. ერთი მხრივ ირანელები კვლავ იყენებენ ჰეზბოლას ტერორისტულ პროქსად ისრაელზე დარტყმისთვის. ეხლა ისინი პრეზიდენტისგან მოითხოვენ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს ჰეზბოლაზე დარტყმები, მაგრამ ამავე დროს ჰეზბოლას უბიძგებენ ისრაელზე შეტევისკენ. იმიტომ რომ სურთ ისრაელი აიძულონ. აიძულონ აერჩიოს სუსტი პოზიცია. ან ნეთანიაჰუ შიდა პოლიტიკაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდეს. თუ ისრაელი დათმობს აქტიურ ფრონტს, სადაც ჰეზბოლა კვლავ უტევს ქვეყნის შიდა ტერიტორიას და ისრაელი არ პასუხობს, ან ნეთანიაჰუ იტყვის, რომ ჩვენ ვაპირებთ ჰეზბოლაზე პასუხის გაცემას, მაგრამ ეს ნიშნავს ტრამპის გაბრაზებას, ან შესაძლოა მემორანდუმის სულისკვეთების დარღვევას, ხომ ასეა? რადგან სულ ერთი კვირის წინ ჰეზბოლამ გააძლიერა სროლა, ისრაელმა კი განაცხადა, თუ თქვენ აძლიერებთ სროლას, ჩვენ დავარტყამთ ჰეზბოლას შტაბს დაუვიაში, რომელიც ბეირუთის გარეუბანია. შემდეგ ირანმა განაცხადა, თუ ბეირუთს დაარტყამთ, მაშინ ჩვენ თქვენ დაგარტყამთ, ხომ ასეა? ასე რომ აქ მთელი წრეა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეხლა ძალიან ჭკვიანურად მოუწევს მოქმედება. ერთი მხრივ, სანამ ჰეზბოლა დარტყმებს ახორციელებს, ამ დარტყმებს ვერ უგულებელყოფ. ვერ დაელოდები უბრალოდ ირანის კეთილგანწყობას ან შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ჰეზბოლა ბრძოლას შეწყვეტს. უნდა უპასუხო ნებისმიერ დარტყმას შენს სუვერენულ ტერიტორიაზე. კარგი? ეს არ არის მუქარა. ჩვენ ვსაუბრობთ აქტიურ დარტყმებზე. დრონი დაეცა ძალიან ახლოს სახთან შომიტის ქალაქში, სულ რამდენიმე მეტრში იმ სახლიდან, რომელსაც იცნობთ, გასულ შაბათ-კვირას აქ. ამავე დროს ნეთანიაჰუ არ მოისურვებს სიტუაციის დრამატულად გამწვავებას, რადგან ეს შეიძლება ხელი შეუშალოს იმას, რასაც ტრამპი ცდილობს ამ კვირაში გააკეთოს. აბა მერე რა. რასაც მე ველოდები არის ის, რომ ჰეზბოლა გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს, ამ შეთანხმების პირობებს გამოცდის და ისრაელი უპასუხებს.
მაგრამ უპასუხებენ ისე, რომ ერთი მხრივ აჩვენონ, რომ რეაგირებენ, რომ მათ არ აქვთ არც ზავი და არც რაიმე ვალდებულება ზავის მიმართ, მაგრამ ამავე დროს ისინი დრამატულად არ ამწვავებენ სიტუაციას. გახსოვთ, პრეზიდენტმა გასულ კვირას ოვალურ ოფისში, როცა ჰკითხეს, თქვა, რას ნიშნავს ზავი? და იცით, ვფიქრობ, ირონიულად ნეთანიაჰუმ თქვა, ანუ ბოდიში ტრამპმა თქვა, იცით, ზავი მაშინ არის, როცა სროლა ნაკლებია, ხო? ზომიერ ხო, ასე რომ ფიქრობ, რასაც ნახავთ, ის არის, რომ ისრაელი შეინარჩუნებს ბრძოლას ჰეზბოლასთან დაბალ დონეზე ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ ეს ხელმოწერის ცერემონია არ ჩაივლის, როცა არ უნდა იყოს, თუ ეს მომავალ კვირაში მოხდება და შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, რას გააკეთებს ჰეზბოლა, თუ ჰეზბოლა იცით რაღაცნაირად შეამცირებს აქტიურობას და მისცემს ისრაელს საშუალებას, რომ შეამციროს თავისი თავდასხმები, შეიძლება დავინახოთ ასეთი რბილი გამოსავალი კონფლიქტიდან. მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ და ერთ მომენტში უნდა გააცნობიეროთ, რომ ჰეზბოლა თავს ესხმის იმისთვის, რომ დაარტყას. და ამ თავდასხმებიდან თითოეულ შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. რაც ზიანს ზღუდავს, ეს არის ისრაელის თავდაცვითი შესაძლებლობები, ხომ ასეა? გააქვთ რკინის გუმბათი, გააქვთ ლაზერები, რომლებიც დრონებს აგდებენ, მაგრამ თუ ისრაელის თავდაცვითი ზომები ერთ მომენტში ვერ იმუშავებს, ან რაიმე შეცდომა მოხდება და ჰეზბოლა დიდ თავდასხმას განახორციელებს, შემდეგ შეიძლება ისრაელმა კიდევ უფრო დააჩქაროს ეს კამპანია. და ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი ნორმალიზაციის ამ მოლაპარაკებებთან ერთად. მაგრამ იცით, ისრაელი ამ მემორანდუმის მხარე არ არის, ეს ამერიკასა და ირანს შორისაა. ლიბანი ცხელ ომშია ჩართული და ეს არ არის ათასობით მილის დაშორებით, როგორც ამერიკასა და ირანს შორის, ან თუნდაც ისრაელსა და ირანს შორის. ეს პირდაპირ ჩვენ საზღვართან ხდება. ასე რომ შეგიძლია დარწმუნებული იყოთ, რომ ნეთანიაჰუს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ზეწოლა გააგრძელოს ჰეზბოლაზე. ალექს, თითქოს ისრაელისთვის ომი 7 სხვადასხვა ფრონტზე საკმარისად არ იყოს ქაოტური, ახლა უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთიც ჩაერთვა ამ პროცესში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გასულ 4 შაბათს მკაცრად უპასუხა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, მას შემდეგ რაც თურქმა ლიდერმა ისრაელი რეგიონული სტაბილურობის საფრთხეში ჩაგდებაში დაადანაშაულა. ასე რომ ორივე მხარეს შორის ბევრი საუბარია. სიტუაცია, როცა ისრაელი და თურქეთი ომში ჩაებმებიან. ანუ ეს გჭირდება ახლა. ეს არის აუცილებელი ამ მომენტში. როგორც ჩანს, თურქეთმა ამ კვირაში რამდენჯერმე აღძრა აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს წაკეზება არის ცდილობის ნაწილი, რომ მანაც თავისი წილი მიიღოს იმაში, რაც როგორც ჩანს, ამ ომის დასრულებისკენ მიდის. ეს უბრალოდ მისი გზაა, თქვას, რომ თითქოს ეს ყველაფერი ისრაელის ბრალია, რაც, როგორც იცით, სრულიად დამახინჯებული და შეცვლილი ვერსია იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა. ისრაელი უმიზეზოდ დაესხნენ თავს 7 ოქტომბერს. ასევე უმიზეზოდ დაესხა თავს ჰეზბოლა. ისრაელმა ჰეზბოლას უთხრა, თქვენ არ ჩაერიოთ ამაში. თუ არ ჩაერევით, სუფთად დარჩებით. ჩვენ მხოლოდ ჰამას გაუმკლავდებით. რადგან ჰეზბოლამ თქვა, არა, ჩვენ ჩავერევით. იგივე მოხდა ჰუთებთანაც, მათაც ჩაერივნენ. ისრაელი ამ ომის დროს 7 სხვადასხვა მხრიდან დაარტყეს. და ამ ფრონტებიდან ზოგიერთი, მათ შორის ჰამასი, თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობს. როდესაც რეგიონულ არასტაბილურობაზე საუბრობთ, იცით, ერდოღანი იყო ის, ვინც დაინახა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ ირანის და მეორე მხრივ ჰეზბოლას დასუსტების ფონზე. და სწორედ მან დაუჭირა მხარი ალ-შარას, რომ შესულიყო და ფაქტობრივად სირია დაეკავებინა. და ალ-შარა მარიონეტია. გულისხმობ იმას, რომ შიში ისაა, რომ ალ-შარა თურქეთის მარიონეტია. ასე რომ თურქეთის სტრატეგიული პოზიცია აქ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბაშარ ასადის დაცემის შემდეგ. და ამავე დროს ერდოღანი ასევე ცდილობს შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპთან. და შესაძლოა ერდოღანის განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ისრაელი რეგიონულ სტაბილურობას ემუქრება, ტრამპს უბიძგა მეტი ზეწოლა მოეხდინა ნეთანიაჰუზე. ასე რომ გვაქვს მთელი ეს რეგიონული დინამიკა. და მე არ ფიქრობ, რომ ისრაელი დაუყოვნებლივ ომში ჩაებმება თურქეთთან. მაგრამ როცა მთლიან სურათს უყურებთ და ჩვენ არ ვიცით ირანი როგორ უპასუხებს, თქვათ, თუნდაც ტრამპმა მისცეს ირანელებს ის უნდა, ის რაც უნდათ. ირანელები მაინც უკიდურესად სუსტ მდგომარეობაში არიან. მათი პროქსები დასუსტებულია.
მათი ეკონომიკა დასუსტებულია. მათ ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა შემცირებულია. მათი ბირთვული ობიექტები, როგორც იცით, ყველა დაზიანებულია. ირანი მაინც სისხლმდინარე ცხოველს გავს აქ, თუნდაც ტრამპმა მათ შველა შესთავაზოს. და ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ისინი ნამდვილად აღარ არიან ის რეგიონული ჰეგემონია, რისი სურვილიც ჰქონდათ 7 ოქტომბრამდე. ეს კი ვაკუუმს ქმნის. და ვის სურს ამ ვაკუუმის შევსება? ეხლა ხედავთ ახალ მუსლიმთა საძმოს ალიანსს. ეს არის კატარი, ეს არის თურქეთი და შესაძლოა ეგვიპტეც. და შეგიძლიათ ნახოთ ჰამასი, რომელიც არის სუნიტი მუსლიმი აქტორი, რომელიც ირანის შიიტურ ნახევარმთვარესთან იყო ალიანსში, იცით, სტრატეგიული მიზეზების გამო შეიძლება რეალურად დაბრუნდეს უფრო ბუნებრივ თეოლოგიურ ალიანსში. რაც ნიშნავს, როგორც მუსლიმთა საძმოს წევრი, თავის დაბრუნებას ეგვიპტესთან, თავის დაბრუნებას ყატარს დაბრუნებას ყატართან, თავის დაბრუნებას თურქეთთან. ასე რომ იცით, აქ არსებობს ეს საფრთხე და ვფიქრობ, ერდოღანი თავისი განცხადებებით აშკარად აჩვენებს, რომ სურს ამ ვაკუუმის შევსება. რაც დარჩა დასუსტებული ირანის გავლენის შედეგად, ახალი სუნიტური ღერძის შესაქმნელად, რაც არსებითად ქმნის ცეცხლის რგოლს, ზუსტად ისე, როგორც ირანმა გააკეთა ახლო აღმოსავლეთში. თურქეთზე საუბარი გაგრძელდება, მაგრამ ეხლა მინდა სხვა თემაზე გადავიდე. ამას კი კარმას უწოდებ. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი ქარიმ ხანი დროებით გათავისუფლებულია, სანამ წევრი ქვეყნები მის მომავალზე კენჭს არ უყრიან. სასამართლოს მმართველი ორგანო აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია მის წინააღმდეგ წამოყენებული სექსუალური შევიწროების ბრის ბრალდებების გამოძიების შემდეგ. ქარიმ ხანი ის პირია, ვინც გასცა დაკავების ორდერები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე ისრაელ-ჰამასის ომის გამო. აქ თქვენ ხედავთ პროკურორს, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს, ჩვენს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა და ახლა მას თავისი სამართლებრივი ბრძოლა აქვს, ხომ ასეა? მე არ ვიტყოდი, რომ ეს კარმა. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ისაა, რასაც იმსახურებს. მაგრამ იცით, სექსუალური გადაცდომის ეს ბრალდებები უკვე ცნობილი იყო მანამდე, სანამ ქარიმ ხანმა ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები გასცა. და თუ დაფიქრდებით, ხომ ასეა, ეს კაცი ხანი ამ ბრალდებების გამო ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაეშვათ. არ ვიცი, როდის უნდა მომხდარიყო ეს. იცით, მე არ ვარ საქმის გულში, როგორ მიმდინარეობდა ეს გამოძიებები. მაგრამ უცებ ხედავთ, რომ ხანზე ზეწოლა ძლიერდება სექსუალური შეურაცხყოფის ბრალდებების გამო. აბა რას აკეთებს ხანი? ის ბრუნდება და სწრაფად აჩქარებს ბრალდებებს ნეთანიაჰუსა და გოლანის წინააღმდეგ. მაშინაც კი, როცა წინ არ მიდის. და ის იღებს ისრაელის მოწვევას, რომ თავად გამოიძიოს, რა ხდება სინამდვილეში ღაზაში. ხანი ამბობს, დრო აღარ მაქვს. იცი და ამიტომ იმისთვის, რომ ჩემზე ზეწოლა შევამცირო, უნდა გავაკეთო ის, რასაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოითხოვს ჩემგან. ანუ გამოვცე დაპატიმრების ორდერები ნეთანიაჰუსა და გოლანის წინააღმდეგ. ამიტომ ერთი მხრივ ის ცდილობს ყურადღების გადატანას, მას ამავე დროს არაფერი აქვს დასაკარგი. ეს იქნება მისი ბოლო მოქმედება. მაშ რა იქნება მისი მემკვიდრეობა? მისი მემკვიდრეობა იქნება ის, რომ ის დარჩა როგორც ადამიანი, რომელმაც სექსუალური ძალადობა ჩაიდინა. თუ მისი მემკვიდრეობა იქნება ის, რომ მან გასცა დაკავების ორდერი ნეთანიაჰუზე, ასე რომ, როცა ეს ყველაფერი დაიწყო და გამჟონდა, ქარიმ ხანი, ჩემი აზრით, ყველაზე კორუმპირებული გზით, უბრალოდ წაიწია წინ ამ დაკავების ორდერებით ნეთანიაჰუსა და გოლანზე. და ვფიქრობ, მთავარი კითხვა ისაა, რომ თუ დაიწყებ ამ ყველაფრის გაანალიზებას და მიხვდები რა მოხდა და რომ სინამდვილეში სამართლიანი პროცესი არ მიმდინარეობდა, რაც ყველამ ვიცოდით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, არის ის, რომ შემდეგმა პროკურორმა ხომ არ შეიძლება გააუქმოს დაკავების ორდერები ნეთანიაჰუსა და გოლანზე. და ეს არის ის, როცა პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, რომ მოხსნას ბრალდებები ან შეიწყალოს ნეთანიაჰუ, სადაც ნამდვილად გინდა, რომ პრეზიდენტი ნეთანიაჰუს დაეხმაროს, იქნებოდა ის, რომ საერთაშორისო სასამართლოს ერთგვარად აიძულოს მოხსნას ბრალდებები ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. ამასობაში, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო შესაძლოა დამატებითი ბრალდებების წაყენებასაც აპირებს. რამდენიმე კვირის წინ იყო ცნობები, რომ სისხლის სამართლის სასამართლო იძიებს და განიხილავს ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემას, სწორია. ასე რომ, თუ არ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა ეს დაპატიმრების ორდერები გაუქმდება, ფაქტობრივად თოვლის გუნდის თავში აღმოჩნდები.
და შეიძლება ნახოთ კიდევ ძალიან ბევრი დაპატიმრების ორდერი, რომელიც ისრაელის მინისტრების, ისრაელის გენერლების და შესაძლოა ისრაელის ჯარისკაცების, ასევე ეგრეთ წოდებული დასახლებების წინააღმდეგ გაიცემა, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც ბორცვებზე ცხოვრობს. ასე რომ იცით, ვფიქრობ ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. და ეს ამტკიცებს, რომ ქარიმ ხანი მთელი ამ დროის განმავლობაში კომპრომეტირებული იყო. და ასე რომ დიახ, ეხლა ის დროებით გათავისუფლებულია, მაგრამ ნახოთ რა მოხდება ამის შემდეგ. დიახ, ეჭუგარეშია რომ ის კომპრომეტირებული იყო. გაგრძელდება ვნახავთ რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი. და ალექს, ალბათ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეც კი ის არის, რომ ახლა ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის წინა ეტაპზე, რომელიც მიგვიყვანს მეორე ყოველწლიურ JNS-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტამდე, რომელიც გაიმართება აქ, იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის მარადიულ დედაქალაქში. იწყება ერთი კვირის შემდეგ მომავალ კვირას სამდღიანი კონფერენცია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სპიკერი, ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები, მართლაც დაუჯერებელი შემადგენლობაა. დილით გადავხედე სიას. რა ხდება? ერთი კვირაც არ გვაშორებს. რამდენიმე დღის წინაც კი შეიძლება ითქვას არ ვიყავით დარწმუნებული უსაფრთხოების მდგომარეობა მოგცემდა თუ არა კონფერენციის ჩატარების საშუალებას. გახსოვთ ადრე გადაცემაში ვთქვით, რომ ირანმა გასულ კვირას 24 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დიახ. იცით, ისრაელი მასშტაბური საფასუხო კამპანიისთვის ემზადებოდა. ამან შეიძლება ისრაელი და შეერთებული შტატები ისევ ჩაეთრია, იცით, კვირეობით გაგრძელებულ სამხედრო კონფლიქტში. აქ უკვე ნათელია შოუს დასაწყისში, რომ საუბრობდით ამ განცხადებაზე, რომ ტრამპს სურს ირანთან ამ მემორანდუმის ხელმოწერა და მოვლენები სულ მცირე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მშვიდად იქნება. ასე რომ ყველაფერი სრულით მიდის წინ. უკანა ფრონტის სარდლობა, აეროპორტი ღია. იცით, გჯერა რომ შეგვიძლია და ნამდვილად ჩავატარებთ ამ კონფერენციას. მაგრამ თუ შეხედავთ ამჟამინდელ სიტუაციას, სადაც ომი თითქოს შეჩერდა იმ ეტაპზე, როცა მტერი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ განადგურებული, ეს გამოიწვევს სერიოზულ საჭიროებას ისრაელის პოლიტიკის გადახედვისთვის. იცით, როგორ უნდა მოიქცეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მომავალში? როგორ უნდა მოიქცეთ ჰეზბოლასთან? ჰამასთან დაკავშირებული სიტუაცია ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. იცით, როგორ იქნება ისრაელის პოლიტიკის დოქტრინა ირანის მიმართ მომავალში. და ასევე სხვა საკითხების მოგვარება, როგორიცაა ისრაელის დიპლომატიური ძალისხმევა ევროპაში, სხვა დიპლომატიურ ფრონტებზე, მათ შორის ინდოეთში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. ეს ყველა საკითხი განიხილება JNS-ის პოლიტიკის კონფერენციაზე მომავალ კვირას. ჩვენ გვყავს 200 სპიკერი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. პრემიერ-მინისტრი დაპატიჟებულია და ვიმედოვნებთ, რომ ის მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი იქ იქნება. რამდენიმე სხვა ისრაელი მინისტრი, ბევრი დიპლომატი, მათ შორის ASHS-ის ელჩი მაიკ ჰაკაბი, ელოდებიან გამოსვლას. As well, ბევრი ინფლუენსერი მოვა. Mark Levin, გადაცემის Light Liberty და Levin წამყვანი იქნება სამიტის დასკვნითი მთავარი სპიკერი. ამიტომაც ბევრი საკითხი ეს ისრაელის პოლიტიკის საკითხები, ასევე ისრაელის დიასპორის საკითხები და ის რაც ნიუ-იორკში ხდება, რაც ხდება ანტისემიტიზმის ზრდასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქნება განხილვის საგანი. როგორ აისახება ეს საკითხები მასობრივი მედიისა და სოციალური მედიის პლატფორმებზე, ასევე ხელოვნურ ინტელექტში. ყველა ეს საკითხი განხილული იქნება მომავალ კვირას ამ სამდღიან სამიტზე 21, 22 და 23 ივნისს. ასე რომ თვალი გვადევნეთ. ბილეთები კიდევ დარჩა? ძალიან ცოტა ბილეთია დარჩენილი. უკვე 753-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირებულია სამიტზე. ვალდორფის დარბაზი 750 ადამიანს ვერც კი იტევს. ასე რომ მგონი მართლა ბოლო ბილეთები დარჩა, მაგრამ ღონისძიება ონლაინშიც გადაიცემა. მთავარი პლენარული სესიები, საღამოს პლენარული სესიებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა YouTube-ზე და ჩვენს არხზე. მგონი სამიტის ნაწილი ასევე გადაიცემა საკაბელო არხზე, 10-4-ზე. ასევე ბევრი ინტერვიუ, რომელსაც ჩვენი შესანიშნავი ვიდეოგუნდი კონფერენციის პარალელურად იღებს, სამიტის შემდეგ დღეებში აიტვირთება YouTube არხზე. ამიტომ ბევრი კონტენტი იქნება Waldorf Astoria-დან. ვიმედოვნებთ, რომ ყველა შეძლებს სახში ყურებას. და შენ იქ იქნები. ღმერთმა ქნას, მეც იქ ვიქნები იქნები. ისინი მობილურ სტუდიას ააშენებენ. ჩვენ გადაცემებს ვალდორფში გადავიდანთ. მოუთმენლად ველოდები ამას. იანუსის პოლიტიკის სამიტი ახლოვდება, საერთაშორისო პოლიტიკის სამიტიც ერთი კვირის შემდეგ გაიმართება, ასე რომ დააკვირდით. და ეს იყო დღევანდელი იერუსალიმის წუთი. სამიტზე შევხვდებით. ჯოშ ასტონი გახლავართ, JNS-ის კორესპონდენტი, ჩვენ გვერდით არის გენერალური დირექტორი ალექს ტრაიმანი. დარწმუნდით, რომ ეწვევით JNS TV-ს ამ შესანიშნავი კონტენტისთვის.
მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც კადრს მიღმა მუშაობს JNS TV-ში. მოგვიწერეთ სუპერ, მადლობა გამოიწერეთ არხი და ეწვიეთ jns.org-ს. ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან უახლესი სიახლეებისთვის. შევხვდებით სამიძე, წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას. და მომავალ კვირას კვლავ გიხილავთ Jerusalem Minute-ში მხოლოდ JNS TV-ზე.